ისი თქვენ რომ უსაინტერესო ესი დებატები გაიმართა პროპაგანდისტურ არხზე, იმედზე, ჩვენგან ხელმარცხნივ. როცა ვუყურებდით ამ გადაცემას 4 ფრიად პატივსაცემი მოქალაქე, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ისხდნენ და მონაწილეობდნენ ამ დებატებად წოდებულ სატელევიზიო შოუში, ჩვენგან ხელმარჯვნივ 2 ფრიად არაპატივსაცემი პირი ყოველ შემთხვევაში იმ საზოგადოებისათვის, ვინც დაფიქრებულია ამ ქვეყნის მომავალზე, სვესა და ბედსა და მომავალზე. მოკლედ პრემიერად წოდებული და განათლების მინისტრად წოდებული versus 4 ფრიად პატივსაცემი პირი. დღესაც კი ამ ეგრეთ წოდებული დებატების თაობაზე მიდის განუწყვეტელი ან შეუწყვეტელი თუ გრებავთ ასე ვიტყვი, კამათი საერთოდ უნდა მიგვეღო თუ არა მონაწილეობა ამ ეგრეთ წოდებულ დებატებში და საზოგადოება ვერ ჩამოყალიბებულა. საზოგადოებას არ აქვს ერთიანი პოზიცია, ერთნი ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დებატებში მონაწილეობა ამ ბანდიტებთან, მეორენი ამბობენ, რომ რატომაც არა უნდა გამოვიყენოთ ეს ტრიბუნა. ორივე მოსაზრება რელევანტურია, ორივე მოსაზრება სწორია მეთქი, რაც სამწუხაროა არის ის, რომ დებატების მოწინააღმდეგეები, ამ დისკუსიების, ამგვარი ფორმატების მოწინააღმდეგეები ნამეტანი ლანძღავენ ხსენებულ 4-ელსაც და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც კობახიძესთან თუ მიქანაძესთან ამ შემთხვევაში ან სხვა შემთხვევებში სხვებთან ამგვარ დისკუსიებში მონაწილეობს ან აპირებს მონაწილეობას. არ შეიძლება ჩემი მოსაზრებით ასე მიჭყლეტვა ადამიანებისა, პატივსაცემი ადამიანებისა დამოუკიდებლად იმისა, რომ ანგარიშით დასრულდა კონკრეტულად ეს შეხვედრა, ეს დებატები, ეს მსჯელობა, ეს დისკუსია, ეს შოუ, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, სატელევიზიო შოუ უპირველეს ყოვლისა. მოკლედ მე პატივისცემას ვუდასტურებ გაბატონ ნინოს, გაბატონ ლიკას, ბატონ ლევანს და ბატონ სიმონს. მიუხედავად იმისა, რომ მეც დამრჩა ერთგვარი განცდა ამგვარი, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა. მეორე თუ მესამე მხრივ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ისხდნენ პრემიერად წოდებული პოლიტიკური ცხოველის, ასე ვიტყვი, დემაგოგის ემპათიის არ მქონე და ცოტაზე მეტად დარტყმული კაცის ირაკლი კობახიძის პირისპირ მიქანაძეს შეგნებულად არ ვახსენებ, იმიტომ რომ მიქანაძე პრინციპში ჩაიკარგა, მან მხარიც კი ვერ დაუჭირა, მხარიც კი ვერ აუბა თავის უფროს ნაჩალნიკ ირაკლი კობახიძეს და აქედან გამომდინარე ირაკლი კობახიძეს უწევდა ყველა შეტევის თუ შეტევა ჰქვია ჩვენი 4-ეულის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს მოგერიება და ირაკლი კობახიძე რადიო გადაყლაპული, გაფუჭებული ფირფიტასავით ერთი და იგივე სიტყვებს იმეორებდა და იმეორებდა. ეს სხვა სტრატეგია, ეს მარტო მისთვის მახასიათებელი კი არ არის. ასე დაუწერეს ჩემი მოსაზრებით FSB-ში, ანუ რუსეთში, ასე იმოქმედო, რომ ჩაუბეჭდო აუდიტორიას, ჩაუბეჭდო მაყურებელს ამ შემთხვევაში შენი ერთი კონკრეტული პოზიციაო, მაგალითად, როდესაც ამბობს, რომ თქვენ არგუმენტები არ გაქვთ და ამას იმეორებს 58 ჯერ, 54 ჯერ ვინც ვერ გაიგო, ან 57 ჯერ ვინც ვერ გაიგო, 58-ად აუცილებლად გაიგებს. ეს არის FSB-ს სტრატეგია, FSB-ს ინსტრუქცია და ირაკლი კობახიძე ამ თვალსაზრისით ცუდი მოსწავლე სულაც არ არის. ერთ წინადადებაში 7 ჯერ ამბობს ამ 2 ჯადო თუ 3 ჯადო, 3 არაჯადო სიტყვას. თქვენ არგუმენტები არ გაქვთ, და აი შუაში თუ რავეს ჩანართს გააკეთებს ხოლმე, ჩართავს ხოლმე რომელიმე ექვემდებარეს ან შემასმენელს, რომელიმე არსებით სახელს ან ზმნას, ესეც დიდი ბიჭობაა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში მასაც და მიქანაძესაც შევამჩნიე, რომ ცოტა ზმნასთან, ანუ შემასმენელთან ცოტა პრობლემები აქვთ, მაგრამ ეს ზოგადად ქართული საზოგადოების და განსაკუთრებით ხელისუფლებად წოდებული ბანდის წარმომადგენელთა მახასიათებელია. ესენი კიდევ რაღაცას აბავენ განსაკუთრებით კობახიძეს თავს გახედეთ პარლამენტარებს მარტივ წინადადებას ვერ აყალიბებენ მართლა და მართლა. მოკლედ ახლაც მსჯელობთ ჩვენ იმ თემაზე, უნდა ეღოთ ურა მონაწილეობა ჩვენს 4-ეულს ამ დებატებში და ახლაც ზოგი ჩვენგანი ამუნათებს თუ საყვედურობს 4-ეულს ამ დებატებში მონაწილეობისა და გამო. მეორე თუ მესამე მხრივ კვლავ გავიმეორებ, ჩემი მოსაზრებით
პოლიტიკოსები უნდა გამოდიოდნენ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ანუ აკადემიური ან განათლების სექტორის წარმომადგენლები კი არ უნდა ყოფილიყვნენ ირაკლი კობახიძის პირისპირ, არამედ პოლიტიკოსები უნდა ყოფილიყვნენ. სხვადასხვა ან პირიქით იმათ უნდა გამოეგორებინათ თავიანთი ფალავანი ექსპერტები. უბრალოდ ის ამბავია, რომ არ ხავთ ეს ექსპერტები. ვერავინ ვერ იცავს, ვერ ეუბნებიან საკუთარივე ექსპერტს. აი ხო შეეძლოთ მაგალითად გია მურღულიას გამოგორება ფალავნად, ან ვასილ მაღლაფერიძის განათლებასთან ჩავლილები მაინც არიან რომელიმე უნივერსიტეტის, რომელიმე პროფესორის, განათლების სპეციალისტის, რომელიმე პროგრამების მონაწილის გამოგორება და დაპირისპირება ხსენებულ ოთხეულთან. მაგრამ ირაკლი კობახიძე მითავა ეს ყველაფერი შესანიშნავად ხდებოდა რა, რომ აკადემიური სექტორის რომელიმე წარმომადგენელისათვის რომ ეთქვა დახმარება, ისინი ბატონ სიმონთან, ბატონ ლევანთან, ბატონ ლიკასთან და ბატონ ნინოსთან რასაკვირველია დამარცხდებოდნენ პირწმინდად. აქაც ირაკლი კობახიძემაც კი, რომელიც დემაგოგების აკითხარით განსახიერებაა, მანაც კი ვერ გაკაჩა გარკვეულ შემთხვევებში. მაგალითად, როდესაც ჰკითხეს და როდესაც უთხრეს დაიწყო საუბარი ამ რა ქვია, ლინგო არა რა ქვია, გამახსენეთ, უცხოპლანეტელებთან დიალოგისა და კომუნიკაციის ხელოვნებაზე, რომელსაც თურმე ასწავლიან იმაში ბიზნე ივანიშვილის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ირაკლი კობახიძეც კი გაშრამეთ კი ასე ვიტყვი და ვერც ვერაფერი თქვა. ირაკლი კობახიძემ ვერაფერი თქვა, ირაკლი კობახიძემაც კი ვერაფერი თქვა და ხო წარმოგიდგენიათ რომელიმე დეპუტატი, სხვა ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი ან განათლების ექსპერტად წოდებული მათი მომხრე რომ გამოსულიყო და დამსხდარიყო და მიეღო მონაწილეობა ამ ეგრეთ წოდებულ დებატებში. ეს ხო საინტერესოა რაც გითხარით, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ამბავს გეტყვით. არ დაიზარა Facebook-ის ერთ-ერთმა იუზერმა და გიტყვი რაგვარიც არის ეს მოქალაქე. ამ მოქალაქეს ქვია ნინუცა აბზიანიძე, რომელიც ჩემი ფრენდია თუ არა, არ არის ჩემი ფრენდი და მე უდასტურებ მას პატივისცემას. ნინუცა აბზიანიძე, ბევრი საერთო მეგობარი კი გვყავს, რამდენი არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, მოკლედ ნინუცა აბზიანიძემ არ დაიზარა და დაითვალა და მე უკვე პოსტიც დაურთო, რამდენი დრო დაუთმო პროპაგანდისტმა მაგდა ანიკაშვილმა ხელისუფლება წოდებულ ბანდას და რამდენი დრო დაუთმო ოპონენტებს აკადემიური სექტორიდან კვლავ ვიმეორებ. საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა, ამ პოსტფლიანად არ ჩაგიკითხავთ და იმას კი გეტყვით, რომ უყურეთ დროის ჯამური გადანაწილება წუთების მიხედვით არის 62.5% არის მთავრობისა, ანუ ეგრეთ წოდებული მთავრობისა, ანუ კობახიძისა, ხოლო ოპონენტებისა შესაბამისად არის 38%. კიდევ უფრო მეტი ჩანაშალიც არის დროის ჯამური გადანაწილება მთავრობა, ხო, უფრო ზუსტი რო ვიყოთ, ხო, უფრო დაზუსტებულია, როგორც მე ვხვდები, 65% უკვე დაზუსტებულ მონაცემებში, რაღაცა მეთოდით, მოდი ასე ვიტყვი, თორემ ჩავიკითხოთ ალბათ ჯობია. გუშინდელ დებატებს რომ უსმენდი, შეუიარაღებელი ყურითაც კი ცხადი იყო მონოტონური სოციოპათური დემაგოგიის სიჭარბე. ცხადია, გულისხმობს ირაკლი კობახიძეს. უბრალოდ დამაინტერესა და დღეს დავთვალე დროის გადანაწილება. მაგდა ანიკაშვილს ხო გონია რომ ხო უნდა არის ობიექტური ჟურნალისტი. მაგდა ანიკაშვილმა პრაქტიკულად 2/3 დროისა მისცა ხელისუფლება წოდებულ მანდას და შეაჯამებინა ირაკლი კობახიძეს, ეგრა მაგის პასუხია 8 წუთის განმავლობაში აჯამებდა ირაკლი კობახიძე ბანდიტი და სხვებს აღარ მისცა შესაძლებლობა რომ შეთუნდაც შეეჯამებინათ. ნინუცა წერს ასე მოიხსენება, არ მიწყენს იმედი მაქვს, შენობიძე გადავალ, შედეგება ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბაო, იმედმა დებატების საფარქვეშ ფაქტიურად ბენეფისი მოუწყო კობახიძეს, მიქანაძე ბუჩქის როლში პერიოდულად წამოყვირების ელემენტებით. და არ დაგვავისხეს, რომ შეჯამების უფლება მიეცა, აქ სორს ამბობს, აქაც იმეორებს პრინციპში, მე გავიმეორე უბრალოდ ნინუცა ნათქვამი. შეჯამების უფლება მიეცა მხოლოდ კობახიძეს და არც ერთ ოპონენტს 4-დან იმ მიზეზით, რომ დრო აღარ გვაქვსო. და ამ დროს 8 წუთი აჯამებდა კობახიძე.
განმარტებისათვის მონაკვეთები, სადაც საუბრობს ჟურნალისტი, ან სადაც მოკლე კითხვა-პასუხის რეჟიმია, ან ხმები ფარავს ერთმანეთს, იმიტომ რომ ხო თუ დებატია, იქ შეიძლება რომ ოპონენტება გაუწიო და ხმებმა გადაფაროს ერთმანეთი. არ შედის ამ მონაცემებში. დავთვალე მხოლოდ ის მონაკვეთები, სადაც ერთი ადამიანის ხმა ისმის, გარკვევით მინიმუმ 10 წამი. როგორ არ დაეზარა ნინუსას, წამები დამრგვალებულია ნახევარწუთზე, ბოლო ფოტოდ ვურთავ მონაცემების სკრინს, რომელიც კობახიძის ბენეფის განსაკუთრებით კარგად ანახებს ვიზუალურად. აქვე დავამატებ ჩემი უდიდესი პატივისცემა ნინობრჯგიძე, სიმონ ჯანაშიას, ლიკა ღლონცსა და ლევან გორდეზიან სიმამაცისათვის და მეც ამას გამძლეობაო და მე ვკითხე საკუთარ თავს, მე რას ვიზამდი მეთქი გულახდილად გეტყვით და მე ვიქნებოდი მოდიშებთ ვერ გავუძლებდი ამ ყველაფერს და ავუყვირდებოდი ამ სოციოპატ ირაკლი კობახიძეს, წამოვუდგებოდი, წამოვუხტებოდი და რაღაც ავარი უფრო ვიქნებოდი, ვიდრე აკადემიური სივრცის ან აკადემიურ დებატებში მონაწილე ან აკადემიური სივრცის წარმომადგენელი. ჩემი უდიდესი პატივისცემა ბატონ ნინოს პირველ ყოვლისა, ბატონ ლიკას პირველ ყოვლისა, ბატონ სიმონსაც და ბატონ ლევანსაც. ამ წარმოუდგენელი დემაგოგიის ასე მშვიდად და მედგრად ატანისათვის და საინფორმაციო ვაკუუმში მყოფი ხალხის ყურავდა სიმართლის მიდანისათვის. ხო, აქ არ ჩანს რა მეთოდით არის განანაწილებული, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ 62.5%, მოდი ასე ვიტყვი. მთავრობას დაეთმო დროის ჯამური განანაწილება წუთების მიხედვით 38 შესაბამისად ოპონენტებს. მეორე სკრინით ძალიან საინტერესოა, მესამე კიდევ უფრო საინტერესო, ჩემი მოსაზრებით, წილები ყოველი ნახევარი საათის მიხედვით 4 ნახევარ საათად არის ჩაშლილი. პირველ ნახევარ საათში 83% წარმოიდგინეთ დაეთმო 84%-მდე პრაქტიკულად მთავრობას, შესაბამისად 16% დაეთმო ოპოზიციას. მეორე ნახევარ საათში 64% დაეთმო ცოტა მეტი 64-მდე დავაბრგვალოთ მთავრობას და შესაბამისად 36 უკაცრავად ოპოზიციის ოპონენტებს. მესამე ნახევარ საათში პარიტეტი დაიცვა მაგდა ანიკაშვილმა და 50-50 ასე განანაწილდა, ხოლო მეოთხეში, როდესაც ძალიან გაუჭირდა სახელმწიფო გუნდად წოდებულ ბანდას, იქ უკვე ამ ჯგუფმა მიიღო არბიტა შემეშალოს დაახლოებით 61.87%. ესეც ნათელი დადასტურებაა, რომ იმედი არის ახალი მფლობელი ეყოლება ძველი მფლობელი აღნიშნულობა. იმედი არის პროპაგანდისტური არხი და იმედი არის სახელმწიფო არხი და იმედს არ აინტერესებს სწორი მართებული დებატები, იმედს აინტერესებს შოუ და იმედს აინტერესებს ირაკლი კობახიძისათვის ოფლის მოწმენდა მეთქი ვიტყვი ასე. ამ ეგრეთ წოდებულ დებატებში და ახლა უკვე მეორე ინფორმაციაზე ვისაუბროთ. ამ ეგრეთ წოდებულ დებატებში, რეალურად კი სატელევიზიო შოუში, იცით თქვენ რომ ირაკლი კობახიძემ ხმამაღლა განაცხადა, რომ ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი ფაკულტეტის პრინციპი ბევრგან მოქმედებს სოფლიოში. იმ მომენტში ხომ არა გაქვს გადამოწმების შესაძლებლობა. მე გადავამოწმე, ამას ამბობდა თუ არა, მე გავხსენი ეს ტელეფონი ვკითხე, ვგუგლე ასე ვიტყვი და სხვა მონაცემი ვივიღე და სხვა მონაცემს კი გაგაცნობთ. მოკლედ, ასე მაგალითად ბერლინში 2 უნივერსიტეტიაო და ყველა სხვა ქალაქში, სახელმწიფო უნივერსიტეტი იგულისხმება, ყველა სხვა ქალაქში გერმანიაში ნასწავლი კაცი ვარ. ამ გერმანიაში მე დავებითო, ჩემზე უკეთ ვინ იცითო, ყველა სხვა ქალაქში მიუნხენში, დიუსელდორფში და ასე შემდეგ დრეზდენში მაგალითად ხო? არისო თითო სახელმწიფო უნივერსიტეტიო და აი გერმანული მოდელი გადმოგვაქვს. იმავე წამს მე დავსერჩე მერქი აკითხარით და აღმოვაჩინე ჩემი დასერჩვით, რომ გერმანიაში ბერლინში არის 4 სახელმწიფო უნივერსიტეტი და ერთ-ერთ ვიდეო ბლოგში წინაში თუ არ ვწდები ეს თქვი კიდეც. მაგრამ ჩემზე უკეთ სერჩავენ მეთქი ასე ვიტყვი და ჩემზე უკეთ იციან ცალკეულმა პირებმა განსაკუთრებით განათლების სპეციალისტებმა და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე კალტური ნანადი ხამინჯიას დეტალური პოსტი უნივერსიტეტთა რაოდენობის შესახებ, პოსტი, რომელშიც ყველაფერი გაწერილია, კალტური ნანადი ხამინჯია წერს. კობახიძის ფანტაზია. ნახეთ გერმანია რომ მავიღოთ, ბჭყალებში ჩასმული კობახიძის სიტყვები. ბჭყალი გაიხსნა, ნახეთ,
გერმანია რომ ავიღოთ, გერმანიაში მოქმედებს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტის პრინციპი და საერთოდ და რატომ? იქაც არის რესურსი, ცდილობენ მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოიყენონ. ერთადერთი ქალაქია ბერლინი. ნანას აქვს ზუსტი ციტატა, მე შინაარსი გადმოგეცით. კობახიძე ამბობს, ერთადერთი ქალაქია ბერლინიო, სადაც მოქმედებს ორი უნივერსიტეტი, ისიც ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, ანუ გულისხმობს აღმოსავლეთ ბერლინსა და დასავლეთ ბერლინს, ბერლინის კედელით იყო გაყოფილი იცით თქვენ ეს ქალაქი, ეს ქვეყანა და ეს ქალაქი და ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე იყო დასავლეთ გერმანია, აღმოსავლეთ გერმანია. შესაბამისად, ორი უნივერსიტეტი შემორჩა ქალაქს, ყველა სხვა ქალაქში არის ერთი უნივერსიტეტი. ეს არის ირაკლი კობახიძის ნათქვამი. ქალბატონი ნანა წერს, რეალობა სახელმწიფო ანუ ფედერალური ერთეულების მიერ დაფინანსებული უნივერსიტეტები გერმანიაში. გარდა ამისა არსებობს არაკომერციული უნივერსიტეტებიც, რომლებიც იღებენ გარკვეულ ფედერალურ დაფინანსებას, მაგრამ ეგენი არ ჩამითვლიაო, ანუ არ მიმითვლიაო, არ მიმატებიაო. არაკომერციული ის უნივერსიტეტები, რომლებიც იღებენ გარკვეულ ფედერალურ დაფინანსებას. აქ ლაპარაკობს ქალბატონი ნანა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და უკვე ქალაქების მიხედვით. ჩავშალოთ და ვთქვათ. ბერლინის 7 სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიუნხენი 4 სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰამბურგის 3, კოლნის 3, ფრანკფურტის 3, შტუტგარტის 3, დრეზდენის 3, ლაიფციგი 2, დუსელდორფი 2, ბონი 2, ჰანოვერი 2, კარლსრუე 2, მანჰაიმი 2, ბრემენი 2, ახენი 2, ესენი 2, დორტმუნდი 2, მაინცი 2, პოცდამი 2. ეხლა ამათ ყوارა კობახიძეზეა, ხო ეს საბოლოო ჯამში ეს პოსტი. ეხლა როგორ აგძლებს ქალბატონი ნანა. ჰუმბოლტის უნივერსიტეტში არის 34,000 სტუდენტი. ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში არის 38,000 სტუდენტი. ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში არის 35,000 სტუდენტი. ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, არტ უნივერსიტეტში არის 4,000 სტუდენტი. და ასე შემდეგ ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კიდე ხო ის იყო ტექნიკური და ასე ტექნოლოგიური. არის 13,000 სტუდენტი, ეკონომიკისა და იურისპრუდენციის სკოლაში არის 12,000 სტუდენტი. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და უკვე მე რაღაც სხვა ქალაქებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ქალბატონი ნანა კი არ წერს, მაგრამ მაინც. რატომ იტყუება ირაკლი კობახიძე? იმიტომ რომ მას მყისიერი ეფექტის მოხდენის სურვილი აქვს, წველი სურვილი აქვს, რომ იცის მისი მომხრეები არასოდეს არ გადაამოწმებენ და ამ მის მიერ მოგონილი ამბით ტყუილით იხელმძღვანელებენ სულ. ახლა ნახეთ, სამთავრობო არხები ამას დაატრიალებენ, თუ უკვე არ ატრიალებენ და ამბობენ რომ აი ბერლინში არის 2, ხოლო ყველგან სხვაგან არის თითო უნივერსიტეტი, არსებითი ტყუილი. მეც ნუმენდობით, ქალბატონ ნანასაც ნუენდობით, ნურავის ნურენდობით, აღარც ერთ თქვენგანს აღარ აქვს ფანრიანი ნოკია ხელში. ანუ მობილური ის მოწყობილობა, ის ტელეფონი, რომელშიც ინტერნეტი არ იყო. თითოეულ თქვენგანს გიჭირავთ ერთმანეთზე უკეთესი აიფონები, სამსუნგები, ნოკიები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? თითოეულ თქვენგანს პრაქტიკულად 90% თუ მეც არა, ჩვენს ქვეყანაში დასრულებს გულისხმობ, აქვს ინტერნეტი, ჩატვირთული 5 ლარიანი, 7 ლარიანი, ერთკვირიანი, 10 მეგაბაიტიანი, 11 გიგაბაიტიანი მნიშვნელობა არ აქვს. სილკნეთის, მაგთის, კიდე რა ვიცი, ბილაინსაც აქვს, ხო? ამ რუსულ კომპანიას. თქვენ დასერჩეთ. არიცით ინგლისურ ენაზე, ქართულ ენაზე დასერჩეთ. არიცით, ან ცუდად არიძებნება ქართულ ენაზე, რუსულ ენაზე დასერჩეთ. ყველა უნივერსიტეტი არაუდრება გერმანიაში, კონკრეტულად ბერლინში. თუ ქალბატონი ნანა ტყუის მომწერეთ, მე და მე მივწერ, ან თუ არ აყავთ ფრენდებში, ან მაღალი ალბათობით მისი პოსტი საჯაროა, ჩემი ფრენდია ქალბატონი ნანა, მაინც გადავამოწმებ. არ არის ჩემი ფრენდი, მე გავუგზავნე მას ფრენდ რეკვესტი თქვენს თვალწინ. ანუ საჯაროა მისი პოსტი. რაღა ის საჯაროა? ხო, რაღა ის საჯაროა? შესაბამისად მისი პოსტის ნახვა შეგიძლიათ და შეგიძლიათ მისწეროთ კიდეც მას. ბოდიშ ვიხდი, რაღა არ ყოფილა ქალბატონი ნანა ჩემი მეგობარი.
ესე იგი ის აზიარებს კიდე ერთი იუზერის ქეთი ლაკირბაიას არც ეს არ არის ამასაც გავგზავნოთ ქეთისას friend request-ი მე მგონი არაჩვეულებრივი პოსტს უბრალოდ თქვენთან ერთად გავეცნობი თუ არ ღირს გაუსაძლისი ამდენი უტიფარი ტყუილის მოსმენა წერს ქალბატონ ქეთი დეკემბერში უკლებლივ ყველა უნიკალურ პროგრამაზე მივაწოდეთ ინფორმაცია პირადად მინისტრის მოადგილეს საერთოდ არ გაითვალეს ცდეს კვოტების განსაზღვრისას და ახლა გვეუბნებიან მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება მიიღეს ანუ მივიღეთო და ადგილების გამოცხადებამდე 2 კვირაა დარჩენილი რომ გვითხარით და შევამოწმებთო ტყუილია ეგ ვუთხარით უკვე მაგრამ არ გვისმენენ ამ ხელისუფლებას აღარ ჩავიკითხავთ თქვენის ნებართვით იმიტომ რომ საინტერესო პოსტია ცხადია მაგრამ ვრცელია და დიდი დროს წაიღებს ამ ხელისუფლებას ახასიათებს ტყუილები მოწმენდილცაზე ამ ხელისუფლებას წოდებულ ბანდას ახასიათებს თქვენი გაცურების მცდელობები და არა მინდა ვთქვა რომ არ გაზდის მეთქი ესეც რუსული მეთოდია ესეც FSB-ის მეთოდია ესეც სპეცოპერაცია ესეც ჰიბრიდული ომია თქვენს წინააღმდეგ კი ბატონო თომაის და მაინც სხვა პირველ პირში უნდა ვთქვა ჩვენს წინააღმდეგ ჩემს წინააღმდეგ და თქვენს წინააღმდეგ ანუ ჩვენს წინააღმდეგ ესენი არიან ჰიბრიდული ომის ელემენტები რომლებიც ანგრევენ სოხუმის უნივერსიტეტზეც მინდოდა ორი სიტყვის თქვა ზოგადად განათლების სისტემას ერთია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ილიას უნივერსიტეტს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამედიცინოს და ასე შემდეგ და სოხუმის უნივერსიტეტს და კიდევ სხვა უნივერსიტეტებს და ერთი დეტალის თუ ერთი პასაჟიც ხო სამწუხაროა რომ დევნილთა გარკვეულზე მეტი ნაწილი რომელიც უნდა იცავდეს სწორედაც სოხუმის უნივერსიტეტს მათ შორის ეგრეთ წოდებული ლეგიტიმური სტრუქტურები რომელშიც ამ ლეგიტიმურ სტრუქტურაზე ეს საბჭოში თუ მთავრობაში იქ არიან მხოლოდ იმისთვის რომ ხელფასი აიღონ ჩემი სახლიდან 200 მეტრშია მათი ადმინისტრაცია ლეგიტიმური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურები ხმას არ იღებენ მათ შორის იქ მოკადათებული რა ქვია ისტორიკოსები და ლიტერატორები და მწოდნე ხალხი ხო მეცნიერები ხმას არ იღებენ იმაზე რაც ხდება და აი ხდება მათ კონტექსტში ხდება სოხუმის უნივერსიტეტის პრაქტიკული გაუქმება იმ სოხუმის უნივერსიტეტისა რომელიც სოხუმის თეატრთან ერთად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დედაბოზია ჩვენი იდენტობისა და ჩვენი მიბმისა და ჩვენი კავშირებისა აფხაზეთთან როგორც დროებით დაკარგულ სივრცესთან ეს ის სოხუმის უნივერსიტეტია რომლის გამოც აფხაზებმა კი არა რუსებმა დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ ომი და ეს ის უნივერსიტეტია რომელიც ვერავინ ვერ გაბედა რომ გაეუქმებინა ცუდი ხელისუფლება როგორ არ გვყავდა ჩვენ ბევრჯერ გვყავდა მაგრამ ვერავინ ვერ გაბედა კი არა სურვილიც კი არ გაჩენია ყველაზე ცუდ ხელისუფლებასაც კი ჩვენს ისტორიაში აი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იმიტომ რომ ცუდები კი არა კომუნისტებიც კი ხდებოდნენ მისი არსებობის აუცილებლობას ხოლო დევნილთა უმაღლესი საბჭო და იქ მოკადათებული დეპუტატებად წოდებულები დეპუტატები თუ გნებავთ ასე მინისტრებად წოდებული მინისტრები თუ გნებავთ ასე ვიტყვი დადუმებულნი არიან იმიტომ რომ მიიღონ 3498 ლარი მაგათ ვინჩივის ყველა დადუმებულია ვინც მოერგო ხელისუფლებას წოდებულ ბანდას და ის აბას თუმანში გამაგრებული კაცი იძულებული იქნება როცა იქნება გამოვიდეს და შეახოცოს ხელი ამ და სხვა პრობლემების შექმნილი პრობლემების გამო ვინმეს და ხელშესახოცი იქნება განათლებაში მიქანაძე ზოგადად ქვეყანაში კი ირაკლი კობახიძე აგერ მე და აგერ თქვენ იმიტომ რომ ღარიბაშვილზეც ესე ვამბობდი და არც ერთმა არ და ხელისუფლებასთან მორგებულებმა არ დამიჯერეს და ახლაც თქვენის ნებართვით ამგვარ პროგნოზს გავაკეთებ. მათყუარები ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ამ ქვეყანაში
ვერ გაიმარჯვებენ ეს ღირსეული ხალხის ქვეყანა. ასეა ეს. ნახვამდის.